ირაკლი ცანკაშვილი ლოჯისტიკ სოლუშენის დამფუძნებელი მიხეილ ნამადოვი კაიროს დამფუძნებელი იყვნენ ახლა პირდაპირ ეთერში რესპონდენტები მარი მელიქიშვილის ავტოინდუსტრიის მოლოდინები შეჩერდება თუ არა მთავრობის მიერ დაანონსებული რეგულაცია რომელიც აპრილიდან 6 წელზე მეტი ბადის ავტომობილების შემოყვანის აკრძალვას ითვალისწინებს რა პროცესები მიმდინარეობს სექტორში მას შემდეგ რაც დილერების ნაწილმა გასულ კვირას აქცია გამართა და რეფორმის ამოქმედების შემთხვევაში რა პრობლემების წინაშე დადგება ინდუსტრია თემაზე ვცლად ავტოიმპორტიერთა ასოციაციის ხელმძღვანელთან ალექსი ნონიაიძესთან ერთად ვისაუბრეთ მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა კაცემაშტომრობისთვის ძალიან აქტუალური თემაა ძალიან მნიშვნელოვანი ავტოიმპორტერებს ჰქონდათ ამაზე ერთგვარი განცხადებაც გააკეთეთ გასული კვირის ბოლოს რას ცვლის ეს ავტოინდუსტრიისთვის განწყობილება რომელიც საქართველოს მთავრობა მიიღო და თუ სწორად ვიცი იმ ადამიანებისგან ვინც დაუშვათ მანქანის ავტომობილის შეძენას ახორციელებს საზღვარგარეთიდან ბოლო პერიოდში ბოლო დღეებში ძალიან გააქტიურებულია ამგვარი შესყიდვები რეალურად რა სურათი გვაქვს ახლა რა შეცვალა მთავრობის ამ ინიციატივამ და ის მოთხოვნები და ის სურვილები, რომელიც ამ შემთხვევაში ავტოიმპორტერებს გაქვთ, რამდენად რეალურად შეიძლება საბოლოო ჯამში გაითვალისწინოს მთავრობა. მოგესალმებით, მესალმებით ჩვენ მაყურებლებს, მადლობა მოწვევისთვის, თემით დაინტერესებისთვის, ნამდვილად აქტუალური თემაა. და გითხრათ, რომ ეს სადღაც 11 თებერვალს გამოაცხადა ეს მთავრობის ხდომაზე პრემიერმა გამოაცხადა და იმის შემდეგ ასე ვთქვათ კომენტარები სოციალურ ქსელში მაგალითად არ წყდება. მათ შორის ასოციაციასაც ხშირად გვიკავშირდებიან, მათ შორის კომპანიები, დილერები და ამ ეტაპზე მე არ მომისმენია დადებითი შეფასება, რომ იმას ეთქვას, რომ თქვათ ეს დადებითად წაადგება ან სექტორს, ან ქვეყანას, ან ეკონომიკას, ან თუნდაც რა ვიცი მოქმედებს არ მოგისმენიათ თავად ამ სექტორის წარმომადგენლებისგან, იმიტომ რომ დაუშვათ სხვა მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების ძალიან ბევრი შეფასება მოვისმინე, თუ რატომ არის ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი და რა შეცვლის ეს ბაზარზე, თუ დაუშვათ ახლა 6 წელზე 6 წლის ავტომობილების შემოყვანა მოხდება, ამ ნაწილს აუცილებლად მიუბრუნდები, ანუ ვის ეს აზრი ფიგურირებს დაუშვათ სექტორში? კი ბატონო, სექტორში მომუშავე ვინც არის აბსოლუტურად ვინც არის დასაქმებული, ყველა ნეგატიურად აფასებს ამ გადაწყვეტილებას. და ახსნით რატომ? დავიწყოთ ალბათ იმით თქვენი კითხვის პირველი ნაწილი იმას ეხებოდა, რომ რა გამოიწვია ამ ეტაპზე ამა ხო? დავკიდეთ 1 აპრილი და 1 აპრილამდე უნდა მოასწროს როგორც ლოგისტიკურმა კომპანიამ, ასევე დილერმა და ისევე ავტოფლობელმა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ შეიძინოს ავტომობილი და შემოიყვანოს, რომ ამ რეგულაციების ასე ვთქვათ, იმ ხარეს მოექცეს, რომ გააფორმოს ავტომობილი 1 აპრილამდე უნდა მოესწროს. ამიტომ ძალიან მოაწყდა ლოგისტიკურ კომპანიებს მოხმარებლები თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმზე მუშაობენ და ფაქტიურად ეს იმ პერიოდისათვის უკვე 1 აპრილისთვის ნელ-ნელა უკვე იქითა თვეში მარტში უკვე გამოჩნდება, რომ გადაიტვირთება პორტები, როგორც გადაიტვირთება, ვთქვათ, იგივე საქართველოს მიმართულებით წამოსული ტვირთები ამერიკაში, ჩატვირთვა გართულდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მსურველია მიდაგიტყრათ, ასევე საქართველოს პორტებშიც გარკვეული მცირე კოლაფსი, მოდი ასე ვთქვათ, რბილად მცირე კოლაფსი მაინც გველოდება. იმიტომ რომ რამდენად მოესწრება საკმაოდ დიდი დროა, ხო? იქამდე, ანუ ყოველ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებიდან იქამდე, როცა გაიგეთ, ეს გარკვეულწილად ეს არ არის ისეთი დრო, რომ ჩვენთვის არ არის ეს კოლაფსი არ მივიღოთ? არა, ჩვენთვის არ არის ეს დიდი დრო, ნამდვილად მცირეა, იქიდან გამომდინარე, რომ დარგი სპეციფიკა რო გავითვალისწინოთ, ვინც ამ საქმეში არის ჩართული, ალბათ ისმენს და დამეთანხმება, ვინც არა და შეგვიძლია შევხვდეთ და ვესაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით, არ არის ძალიან დიდი დრო, პირიქით მცირე დროა და შეიძლება ნაწილი, ასე ვთქვათ, ავტომობილებისა ვერ მოესწროს. და აქ რო ჩამოვა, საკმაოდ ეს დროში გაწელილი პროცესი იქნება, საკმაოდ ტკივნეული პროცესი იქნება, მაგრამ არ მინდა რომ თქვათ ამ დეტალებზე ვისაუბროთ იმდენად რამდენადაც ყურადღება გამომახვილოთ არა 1 აპრილის გადატანაზე, არამედ პრობლემები უფრო ბევრად ღრმა არის და არა მოკლევადიანი, გრძელვადიან თუმცა ამ პერიოდში უფრო დიდი პრობლემები გველოდება. მიუბრუნდები მაგნაცეს, თუმცა ეხა ვინც ყიდულობს, მაყურების უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს. ეხა ვინც ყიდულობს და 1 აპრილამდე აქვს ნაყიდი. თქვა იყიდა 31 მარტს.
ეს გადაწყვეტილება მისთვისაც ძალაშია თუ დაუშვათ ეხა უნდა იყიდო მაინც და მაინც რომ რა ითვლება 1 აპრილა დათვლის წერტილი რა არის? კი ბატონო, მოდი ავხსნათ და მე თვითონ ჩვენმა მაყურებელმა და მომხმარებელმა შეაფასოს რამდენად მისთვის არის კუა. ეხლა თუნდაც დღეს ავტომობილის შეძენა ან არ შეძენა, ხო? მოდი დავიწყოთ იქიდან რომ საგადასაზიდო საბუთებში არა კონტეინერში ჩატვირთვა, არამედ საგადასაზიდო საბუთებში იგივე მაგალითად საზღვაო კონოსამენტში მითითებული უნდა იყოს 1 აპრილამდე ტრანსპორტირების დაწყება. შეიძლება დღეს შეიძინა ავტომობილი, მაგრამ რა გარანტია რომ გემი გამოვა 1 აპრილამდე? ხვდებით? კონოსამენტში თუ არ იქნება მითითებული 1 აპრილი მისი ტრანსპორტირება, კიდევ ხელ ვამბობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა არა გადაწყვეტილებაში მითითებულია ტრანსპორტირების ვადა? კი, დიახ, იმიტომ რომ ჩვენ ეს საკითხი გავიარეთ მაშინ, როდესაც 2013 წლის ქვემოთ ავტომობილების, ასე ვთქვათ, შემოყვანის შეზღუდვა დაიწყო, განხილვა დაიწყო, მაშინ აქტიურად თანამშრომლობდით, ასე ვთქვათ, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მაშინ ასე გადაწყდა, რომ ტრანსპორტირების დაწყების ვადა იყო და ზუსტად ერთ-ერთზე ეს გადმოიტანეს უბრალოდ შეცვალეს იგივე დადგენილება, მინდა გითხრათ, ქალბატონია, იგივე დადგენილება, უბრალოდ ის 228 დადგენილება შეიტანეს ცვლილება, რაც იყო 2013 წლამდე შეზღუდვა, რასაც ეხებოდა. უბრალოდ შეიტანეს გარკვეული ცვლილება. ხო და თარიღი არის 1 აპრილი, ანუ ტრანსპორტირების დაწყება, ტრანსპორტირება უნდა დაიწყოს ამ 1 აპრილამდე, ამ 1 აპრილამდე უნდა შემოვიდეს ასე ვთქვათ სატრანსპორტო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე. ეს რაც შეეხება უშუალოდ დღეს მიმდინარე პროცესებს, საკმაოდ რთული გამოწვევების, დიდი გამოწვევების წინაშე დავდგებით, მინდა გითხრათ, როდესაც ეს ავტომობილები უკვე აი ესეთი დიდი მოთხოვნით განპირობებულია ეს მასა ავტომობილების ქვეყანაში შემოვა. ძალიან ბევრი პრობლემები შექმნის. უკვე ხმის მაგალითად რა ტიპის პრობლემა შექმნის? შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რამდენად ხარისხიანი ავტომობილები შემოვა, ანუ რამდენად გამართული შემოვა? ანუ რა ტიპის პრობლემა შექმნის? პრობლემა იქნება ის, რომ ელემენტარულად ძალიან საკმაოდ გადაიტვირთება პორტები. ანუ რა შესაძლებლობად მაქსიმუმი აქვს პორტებს? კონტაქტი თუ ქონათ პორტებთან დაუშვათ და შესაძლოა ფოთისპორტ შეუძლია რომ ამ პრობლემას მიხედოს და მოაგვაროს. ანუ რა გაძლევთ იმისთვის საფუძველს რომ აუცილებლად გადაიტვირთება? რა ის რაოდენობა, რა რაოდენობა? გადატვირთვის შემთხვევაში ეს ხო რაღაც ეტაპზე გაიწოვება ეს ნაწილი. ანუ ეს ხო მაინც მოკლევადიანი პრობლემაა? უყურეთ ლოგისტიკურ კომპანიებს ჩვენივრად მოეხსენებათ რა შესაძლებლობის ფარგლებს შეუძლია იგივე ფოთისა და ბათუმის პორტებს იმუშაოს. იმიტომ რომ მანამდე რა მოცულობითაც მანქანებს ყიდულობდნენ და შემოყავდათ, უკეთებდნენ ორგანიზებას, ავტომობილის შემოყვანას, ჩვენ ვიცით რა, ასე ვთქვათ, ტვირთნაკადის მომსახურება შეუძლია ბათუმისა და ფოთის პორტებს. შესაბამისად ეს ტვირთნაკადი 3-ჯერ და 4-ჯერ არის გაზრდილი. ამიტომ მარტივი ლოგიკა გვეუბნება, რომ საკმაოდ გადაიტვირთება. გახსოვთ, ერთი პერიოდი იყო ბათუმის პორტში პრობლემები, კონტეინერი, როდესაც ტერმინალზე შემოდის, პირველი კონტეინერი, რომელიც შემოდის ქვემოთ ესაწყობება და შემდგომ გასაგებია, თუმცა რაღაც რამდენიმე თვის შემდგომ ხო ეს პროცესი გაიწოვება, ანუ მუდმივად მანქანა ხო ვერ იქნება გაჩერებული რომელიმე პორტში? არა, მუდმივად ვერ იქნება, რა თქმა უნდა, ეს არ დარჩება, ბუნებრივია, მაგრამ ეს დროში იქნება გაწერილი. პერსპექტივაში ეს რა პრობლემა შექმნის ამის გარკვევამი და მოკლევადიანში გასაგებია. პერსპექტივაში ეს იმ პრობლემას შექმნის, მოკლევადიან პერსპექტივაში ეს იმ პრობლემას შექმნის, რომ ელემენტარულად მოესწრება თუ არა და ჩაჯდება იმ რეგლამენტში და იმ მოცემულობაში, რაც მთავრობამ ვადა მოგცა, ერთი საკითხი, ერთი პრობლემაა და აქედან გამომდინარე მე ლოგისტიკურ კომპანიაზე მოვარ, მე ასოციაციაზე წამოვა ეს ხალხი და მე საბოლოო ჯამში მთავრობას მივადგებით, რომ ეს ვადა ძალიან მცირეა, ეს პრობლემები შექმნის, რაც შეეხება გრძელვადიან პერიოდში შემიძლია აგეხსნათ, ხო, მარტივად, რომ თუ ჩვენ ვაწესებთ 6 წლიან წესს, მოდი დავიწყოთ აქედან, მხოლოდ 5%-ს აქვს მოსახლეობის 5%-ს აქვს ამის შეძენვის შესაძლებლობა, ხო? ეს სახსტატის მონაცემებია. კარგით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, უბრალოდ მიღებულია, დავტოვეთ ეს გადაწყვეტილება. მაქსიმუმ გაიჭიროს მოსახლეობამ და კიდევ ამ 5%-ს 5% დაემატოს. საუკეთესო შემთხვევაში, აი, ყველაზე ოპტიმისტური სცენარი 100%-დან 15%-მა ავტოფლობელისა შეძლო და შემოიყვანა 6 წლამდე ავტომობილი და შეიძინა. დანარჩენი 95%-ისთვის ეს შეუძლებელია, მიუღწეველი ვარიანტია. რატომ? იმიტომ რომ ელემენტარულად ჩვენი მოსახლეობის ყიდველობით უნარიანობა ძალიან დაბალია.
რო იყოს მაღალი მსყიდველობით უნარიანობა ქალბატონმა ისედაც მოხდებოდა ეს 5%-ზე არ გაჩერდებოდა უფრო მეტი შეცვლილდა ესე იგი რა გამოდის რომ ჩვენ ვკეტავთ ბაზარს ახალი ავტომობილები აღარ შემოდის ახალი რა შედარებით უკეთესი მაგრამ მეორადი არ შემოდის და ჩვენთან ამორტიზირებული ავტომობილების შეცვლა არ მოხდება არა მარტო ეს 5 წლის და 6 წლის მანქანები გაიზრდება ფასში არამედ ადგილზე უკვე ამორტიზირებული და ექსპლუატაციაში მყოფი ავტომობილების ფასიც გაიზრდება და დიდი ნაწილი 85% იძულებული იქნება საუკეთესო შემთხვევაში ვიძახეთ თან 85% შევიძინოთ იქ უკვე აქ არსებული ავტომობილები აქ არსებული პარკიდან ავარჩიოთ რაღაცა შედარებით უკეთესი ვიდრე ჩვენი იყო დროთა განმავლობაში ეს უფრო დაამძიმებს მდგომარეობას ავტოპარკის კიდევ უფრო მოძველებული იქნება და კიდევ უფრო ამორტიზირებული ავტოპარკს მივიღებთ რაც მოგეხსენებათ ხაერის მდგომარეობაზე დადებითად არ მოქმედებს. სწორედ ამ ნაწილში მთავრობის მთავარი არგუმენტი და ხელისუფლების არგუმენტი არის რეალურად გარემოს დაცვითი პრობლემები, რომელსაც ქმნის ერთი რაოდენობა, ძალიან დიდი რაოდენობით ავტომობილი გადაადგილდება, მათ შორის თუნდაც იგივე დედაქალაქში და ამ ავტომობილების ხარისხი, ხო, რეალურად რა ტიპის ავტომობილი გადაადგილდება. ეს ამ პრობლემას არ აგვარებს? არა, ვერ აგვარებს. უყურეთ, ჯერთ ეს ავტომობილები ისევე დარჩება. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ავტომობილის მდგომარეობა რაღაცა პერიოდის მერე ან საერთოდ აღარ იქნება ეს მანქანები. ქალბატონო, აი მითხართ. უყურეთ, რაღაცა პერიოდის შემდგომ ეს მანქანები თუნდაც 3-4-5 წლის შემდეგ გაუვა ექსპლუატაციად და აღარ იქნება, შესაბამისად შემცირდება ერთი რაოდენობა და მეორე თლიანობაში ვისაც ამ ავტომობილის შეძენის შესაძლებლობა იქნება, ის იყიდის ახალ ავტომობილს. ანუ დაახლოებითი სქემა ეს არის. მოდით, კი ბატონო, გასაგებია თქვენი კითხვა. ანუ მოდით ისევ სტატისტიკის მონაცემები მოვიყვანოთ. პირველად რეგისტრაციას გადის წლიურად ჩვენთან 80,000 ავტომობილი. 90,000 საუკეთესო შემთხვევაში. ანუ ჩვენ ხო ვიცით, რომ 6 წლამდე ყიდულობს მხოლოდ 5%. ნუ გავზარდოთ ეს ციფრი 15-მდე და 90,000-ის 15% შემოიყვანს ახალ ავტომობილს. წარმოიდგინეთ, ხო ვამბობთ, რომ თითქმის 2 მილიონამდე არის ავტომობილი რეგისტრირებული, ეს კიდე სადა თემა სტატისტიკაში სხვა პრობლემებს ვაწყდებთ, მაგრამ გავყვეთ ამ ლოგიკას. ანუ არ არის 2 მილიონამდე ავტომობილი რეგისტრირებული? ჯერთი არ არის, მაგრამ მოდით ჯერ პირველ საკითხს დავუბრუნდეთ. ანუ ხო არის 2 მილიონამდე ავტომობილი, ხო თითქმის 2 მილიონი. იქიდან ნახევარზე მეტი ვერ გადის ზეგდათვალიერებას. ეს გამოსაცვლელია, ხო მარტივად. და წარმოიდგინეთ 90,000 ერთეული ავტომობილის 10% რო შეიძლება ყოველწლიურად რამდენი წელი დაგვჭირდება იმისთვის რომ მთელი ავტოპარკი შევცვალოთ. მითხართ, აი მარტივი არითმეტიკა. კი ბატონო, მაგრამ ავტომობილის რამდენი დრო დაგვჭირდება? 10 წელი ის ყველა შემთხვევაში არ უნდა იყოს, არ უნდა გადაადგილდებოდეს, ხო ქალაქში? ხო, კი ბატონო, მაგრამ ეს პრობლემა რჩება ტექდათვალიერების პრობლემა პრობლემა რო სახეზეა ფაქტია, იმიტომ რომ ტექდათვალიერება არ უნდა გაიაროს არც ერთმა იმ ავტომობილმა, რომელსაც აქვს ესა თუ ის პრობლემა. ან ისეთი ხარვეზი, რომელიც არ შეიძლება რომ ქონდეს ასეთ ავტომობილს, ხო? ანუ თუ ასეთ ავტომობილები მაინც გადიან ტექდათვალიერებას, მაშინ ეს გვაქვს პრობლემა. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა. ხო, და არა აკრძალვა თქვენ თორე ბძანეთ და არა აკრძალვა 6 წლამდე. ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს. არა, უყურეთ. აი უყურეთ ჩვენი გადმოსახედიდან მოდით რომ ლოგიკურად რომ გავყვეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ტექნიკური დათვალიერება ისედაც გამორიცხავს. ავიღოთ 20 წლის მანქანა, ხო, თუ ტექნიკურად გადის ეს მანქანა ტექნიკურ დათვალიერებას და მშვენიერ მდგომარეობაში და ჰაერს არ აბინძურებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ავტომობილი უნდა შეფასდეს არა ასაკის მიხედვით, არამედ ტექნიკური მდგომარეობის მიხედვით. ამას ამბობს ყველა სპეციალისტი აბსოლუტურად ამ საკითხში, ვინც არის ჩართული და ვინც იცის თემა, ხო? კარგით, მე დამიჯერებს ნურავენ, მათ შორის ხელისუფლებაც და მოიწვიოს ის ხალხი და ესაუბროს იმ ხალხს, ვინც საუბრობს ამ თემაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ტექნიკური დათვალიერებით ფასდება ავტომობილი და არა ასაკით, იმიტომ რომ შეიძლება 2022 წლის მანქანა შემოვიყვანოთ, რაღაც აღარ მინდა ახლა მოდელების ჩამოთვლა, რომ რეკლამაში და ანტირეკლამაში ჩამეთვალოს, შეიძლება უფრო ტექნიკურად სულ მდგომარეობაში იყოს, ვიდრე არ ვიცი, იგივე 2007 წლის მანქანა, ხო, რომელიც საკმაოდ უფრო ასაკოვანია. ამიტომ ეს არ გვაძლევს რომ ჰაერიზი შეიძლება იმან უფრო დააბინძუროს, რა ქვია, ახალმა ავტომობილმა, ასაკით ახალმა ავტომობილმა ვიდრე ძველმა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გვაქვს, მაშინ რისთვისა გვაქვს, ხო? პრობლემა არის ტექდათვალიერება. ტექდათვალიერებას მანქანა თუ სამართლიანად გადის, სწორედ გადის და ტექნიკურად გამართულია და ჰაერს არ აბინძურებს, მაშინ რა პრობლემაა. მაგრამ პრობლემა მეორეა, პრობლემა ის არის, რომ ამბობენ პარალელურ რეჟიმში, რომ არა მარტო ჰაერი, რომელიც არ მოგვარდა, ხო? და ვერ მოგვარდება ამ ფორმით ახსენი რატო? არამედ ის რომ ბევრი მანქანებია. ახლა უყურეთ რა მდგომარეობამდე მივდივართ.
იგივე სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და მიუტანა პრემიერს ხელმოსაწერად, შეუძლია თავის საკუთარი კაბინეტიდან გამოიხედოთ ახალი უბანიარის მარშალ გელოვანზე. იქ ამდენ კორპუსებს რო ვდგავთ ქალაქის შიგნით და დააკვირდით ქალაქის გარეთ კი არ ფართოვდება, ქალაქის შიგნით ფართოვდება და ახალი კორპუსები ჩნდება. რამდენი ავტომობილი გაჩნდა? განაკითხვა უნდა დაიბადოს ამის შემდეგ, რომ მარშალ გელოვანი გადატვირთული იქნება და საცობები გვექნება. ეს არის სატრანსპორტო პოლიტიკის პრობლემა. გეთანხმებით. ვამცირებთ გზის საფარს, ანუ სავალნაწილს. კი ბატონო, ეს პრობლემები, ანუ თამდევი პრობლემებია და ეს სახეზე იქნება და არის და იქნება. ეს მათ შორის ჰაერის დაბინძურების ნაწილშიც. ამ ყველაფრის გათვალისწინება მოუწევს მთავრობას თუ რეალურად მიზანი არის, რომ საბოლოო ჯამში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოიხსნას, მაგრამ ეს იმ პრობლემას, რომელიც რეალურად, რომელზეც ახლა მე და თქვენ ვსაუბრობთ, ეს გაუმართავი ავტომობილების მხრიდან ჰაერის დაბინძურების ნაწილს, ამას ხო არ ხსნის? და ამ ნაწილს როგორ უნდა მოვუშველოთ, მაშინ თქვენი გადმოსახედიდან. კი ბატონო, ტექნიკური დათვალიერება უნდა გამკაცრდეს, მიხედოს ტექნიკურ დათვალიერებას და არა 6 წლიანი ავტომობილის შეზღუდვას. აქ მიზეზ შედეგობრივი კავშირია, ბატონო მაია. ჩვენ ეხლა თუ ვებძვით შედეგებს და მიზეზს აღარ ამოვხვრით, მიზეზი სწორედ ეს არის, რომ ინტენსიურად იზრდება ქალაქი თავის ფარგლებში და არა თავის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, საგზაო მოძრაობის, ანუ ინფრასტრუქტურას ვამცირებთ კიდე სავალ ნაწილს, ვამატებთ კორპუსებს, ემატება მაცხოვრებელი, ემატება ავტომობილების რაოდენობა ქალაქში, მერე იზრდება საცობები. მე ჩემ მაგალითზე გეტყვით, არ გინდათ დიდი კვლევა, მარტივად გეტყვით. მე 3-4 წლის წინ რომ მოვიხმარდი 1 ლიტრას საწვავს, ეხლა ჩემ ავტომობილზე მჭირდება 3 ლიტრას საწვავი. იმიტომ რომ 3-ჯერ მეტი დრო მჭირდება საწვავში, შესაბამისად ჩემს მიერ გახარჯული საწვავი მეტია და გამოყოფილი გაზების რაოდენობაც ავტომობილიდან მეტია. და შესაბამისად ფეხით მოსიარულეზე რომ ვფიქრობთ, ის ფეხით მოსიარულე, რომელიც ჩემი ავტომობილის გვერდზე გაივლის და საცობში მდგომ ავტომობილების გვერდზე გაივლის, უფრო მეტ მავნე ნივთიერებებს ღებულობს ჰაერიდან, ვიდრე მანამდე იყო. თუ გაიწოვება საცობი, მანქანა პრობლემა იცით რა არის? პრობლემა ის კი არ არის, რომ დილერი კარგად აკეთებს თავის საქმეს და შემოყავს ავტომობილი. პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს. პრობლემა მდგომარეობს ქაოტურ განაშენიანებაში. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გლობალურ ნაწილს შეეხეთ ამ შემთხვევაში ამ საკითხზე არის ლაპარაკი და ამ მიმართულებით გადაწყვეტილების მიღებაზე. ქონდა თუ არა შეხვედრა ან დაუშვათ ურთიერთობები ამ ნაწილში, რომ თუნდაც ეს რაზეც ახლა დეტალებზე თქვენ საუბრობთ, ეს მეტნაკლებად იყოს მთავრობის მიერ გათვალისწინებული. უშუალო მთავრობასთან არ ქონდა შეხვედრა. უკვე დიდი ხანია ვითხოვთ, ფაქტიურად კვირაზე მეტი დრო გავიდა და რა ვიცი, ყველა სფეროს ესაუბრებიან, მინდა გითხრათ, მათ შორის განათლების მიმართეთ გარემოს და სოციალურ მეურნეობის კი, მიმართვა გვაქვს გაკეთებული ოფიციალურადაც არა, მოდი ასე ვთქვათ, პირადი კომუნიკაციების საშუალების გამოყენებითაც მიმართეთ, მაგრამ ამ ეტაპზე მიუხედავად იმისა, რომ არგუმენტები საკმაოდ ბევრი გვაქვს და მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ვამბობ, რომ ეს დარგი არ ერიდება თავის მხრიდან აიღოს პასუხისგებლობა ჰაერის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქე ვართ და ყველას ჩვენი პასუხისგებლობა გვაქვს. არავინ არ იფიქროს, რომ ბიზნესი მარტო ფულის კეთებაზეა და რაღაცა გარემოს ნაწილი არ გვაინტერესებს. არ არის ესე ნამდვილად. ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ ეს პასუხისგებლობა ავიღოთ, გავიზიაროთ და უთხრათ იგივე მთავრობას, რატომაც არა, ასოციაციასაც იგივე პასუხისგებლობა აქვს, რაც მთავრობას, რომ ერთობლივად მივიღოთ რაღაც გადაწყვეტილება, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს, იმიტომ რომ მე ვეღარ მოვახერხებ ფორმატში ვერ ვჯდები, რა შედეგებს გამოიღებს ეს. 6 მხოლოდ ერთ ციფრს ვიტყვი, 6 მილიარდი ბრუნვა რო გვაქვს დოლარებში, ხო? ამ გადაწყვეტილების შესაბამისად შეიძლება შემცირდეს 2.6 მილიარდი დოლარი ბრუნვა. და ექსპორტში პირველ ადგილზე მყოფი დარგისთვის და შეგვიძლია ამის დასაბუთება როგორ რანაირად უბრალოდ ამისთვის შეხვედრაა საჭირო. გასაგებია. ვნახოთ როგორ იქნება მათგან პასუხი და შესაბამისად ამ თემის აქტუალობის გათვალისწინებით აუცილებლად დავუბრუნდებით. ალექსი ნონიაიძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.